სალამი ძვირფასო გამომწერებო, ბასრი დისკუსიები კვლავ თქვენთან ერთად არის, მე მიშა ვარ, სალამი ბატონო გიორგი. რა ხდება, ბატონო გიორგი, როგორ ბრძანდებით? დავიწყოთ ესე. მოგკითხვით. ბიჭო, ყურს მაკლდება ცოტა მგონი. მარჯვენა თუ მარცხენა? ორივე გან. არა, მე მარჯვენა. რაღაცა ვირუსის მერე დამჩემდა, რაღაცა მე მარჯვენა მაგრად დამაგრა. ხო? მაგრად. აი სერიოზულად დამაგრა. მაგიტოზი ვარ, ესე რომ მარცხენიდან გაგიგოთო. ისე რომ დავუშვან და აბაროთ ვერ გავიგე. უნდა რა, იმეთია გამივლის მეც ვიყავი ყურის ექიმთან და ვნახოთ. კომენტარებში მთლად ნუ დაგვიწერთ ახლა ყრუებოდა რაღაცებს, ჩვენი გავგჭიროები. ჯანმრთელობა, ესე იგი შეგვეცა. ხო, კიდე იმას ვუთხრი, მოპედზე. რამის გადამიარეს წეღან რა და მანქანაც ამყავს შავი პრადო. დავждები ხოლმე და ესე რაღაცა ისე გზას მithმობენ რაღაცა და მოპედზე გადავждები ბიჭო და უნდა გადამიარო მაინც და მაინც რა და. ხო, კაი სკოლა არის. ნუ გადაულეთ. არა, ცუდი ბიჭი. დაანებეთ თავი. ხო, სხვა არაფერი მიხეილ. სხვა, კი არის, ხო. 16-ში მაქვს კიდევ სასამართლო, მოკლედ ყველა ვიდეოს გადაღებაზე რაღაც თარიღს სასამართლოები თარიღს წერდა. კი ბატონო. 16-ში მაქვს სასამართლო. ანუ ეგ უნდა დააკონკრეტო ხოლმე გიორო, ახალი სასამართლოები რო არ ეგონოს ხალხს ეს. ო, ერთი საქმე გაიწელა. ერთი საქმე გაიწელა, ხო? ისე გაიწელა, რომ შეიძლება დანარჩენი აღარ ჩანიშნო მგონი მე. ხო, კი ბატონო, კი ბატონო. ხო, კიდე მაშინ ბარემ კიდე სხვაგან ვიყავი შეხვედრაზე სახელმწიფო დაწესებულებაში და ესე გამოვიდა რა, რომ მარტო შენ აპროტესტებ რა და რავი, ცოტა მეტი რო იყოსო პრობლემაც პირდაპირ მითხრეს. რა პრობლემა არ არისო, მარტო შენ გაწუხებს ეს საკითხიო და რა ვიცი, კაი მეთქი რა, თუ ეგრე უყურებთ, მაშინ მარტო აგინდა ხა ისე მე პირად საუბრებში მეუბნებიან ხოლმე, რომ აუ მე არ გინდაო ლანძღავ, არავის არ ლანძღავ, რო შეხვიდე ქართულენოვან სარეკლამო სივრცეში თუ YouTube სივრცეში ზოგი ისეთ დანებს არეკლამებს, რომ თავიდანვე ყალბია, ზოგი ისეთ არეკლამებს, რომ სხვა საჩვენებს გაჭრისას სხვას ისე ზოგი ჟაუნაც რაღაცას ჭრის და არ ჭრის და გვეუბნება, რომ კარგად ჭრისო და იმად არ ეპროტესტებათ. ძმაო შვენიურად გზნობენ ეთყობა თავს და ჩემი აზრით სიძულვილის ენას აღვივებ ახლა შენ. მე ვაგვივებ სიძულვილის ენას. ხო, ოღონდ ისე რა რაღაცნაირად. აუც რამე ტყუილი ვთქვი ხა აქედან? აუცილებელი ხო არ არის ტყუილი იყოს სიძულვილის ენა. ნუ ახლა სიძულვილი ეგეცა მე ეგ ტერმინებში ხა არ ჩაღრმავებულ ვარ, მაგრამ ანუ ეგაა სიძულვილის ენა, ყველაფერს თავის სახელი დაარქვა მიშა თორეს. ნუ გასაგებია. მაშინ ყველაფერი კარგად არის და გავაგზავნოთ ესე. არა, ერთი წამი სანამ გავაგზავნოთ, მითხარი, დამაინტერესა. აი იმ სახელმწიფო დაწესებულებაში რო გითხრეს, რომ მარტო შენ აპროტესტებო რა, ანუ ნუ ერთ-ერთი არგუმენტი ეგ იყო რა, ანუ კაიო. ხალხს არ აწუხებსო და შენ ხალხს არ აწუხებსო, ხო, ეგრე გამოდის რა. ბატონო, ხო. კი ბატონო, რაღაცა ეგეთი იყო რა და სხვა ახლა რა თქმა უნდა იყო სხვადასხვა არგუმენტებიც, მაგრამ ერთ-ერთი არგუმენტი ეგ იყო რა, რომ ახლა მარტო შენ გაწუხებსო და ახლა რაღაცა რო ხედავდეთო რომ რაღაც მეტია შეწუხებულიო, რაღაც მეტად მივიტანდით ახლოს გულთანო. ხო, მე რაღაცა მინდოდა მომეყოლა მაგ თემასთან დაკავშირებით. აღარ მოყვები? აღარ მოყვები, ცლად, მოკლედ მოყვები, რომ არ ვიყავი ქვეყანაში და რო დაუბრუნდი რაღაცა სტუმრად, ასე ვთქვათ, ნათესავთან ვიყავი ისეთ უბანში, რაც ადრე მეც ვცხოვრობდი. და ნუ ძველი მეზობლები რაღაც გამიხარდა, მოვინახულე, მივესალმე და ერთ-ერთი რა ძალიან აგრესიულად დამხვდა რა ქალბატონი რა, რომელთანაც ის ხელში ვარ გაზდილი რა და მაგრად გამომლანძღა, რომ შენო მაგ დანებში რო რაღაცაო და ხოცავს ხალხი ერთმანეთს რა. ჯო აი ეგრე დამნაშავეთ მაგზნობინეს თავი ბატონო გიორგი და გამოვედი ისე რა, კუდამოზუებული რა უნდა მექნა ახლა. ხო. ძალკე დავილაპარაკოთ. დავილაპარაკოთ. მოკლედ. მოურჩეთ ახლა ჩვენ აქეთურ იქეთურს დაუბრუნდეთ ჩვენს ძირითად საქმიანობას დაუბრუნდეთ და დღევანდელი თემის ავტორი ბატონი გიორგი წარგვიდგენს რაზე ვისაუბრებთ დღეს. რაზე და ნუ მიშა რომ მკითხა შემდეგი რაზე ჩავწეროთო რაღაცა გულში მქონდა ის რომ რაღაცა დანები რომ ვერ ხედავენ მაღაზიებში რა და იქიდან წამოვიდა იდეა რომ ვთქვათ ჩვენი აზრით რა თქმა უნდა ყველას პატივს ავცემთ ჩვენი აზრით დაუფასებელი მოდელები
რომლები არის ჩვენს მაღაზიებში ახლა დანარჩენი სხვაგან შეიძლება კიდე სხვა მოდელები იყოს, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ამოვარჩით რაღაც მოდელები და ეგ გვინდა გაგიზიაროთ ქართულ რეალობაში, რომელს ვფიქრობთ, რომ თქვათ, გვინდა რომ უფრო პოპულარული იყოს და არ არის. მოკლედ შევარჩიეთ 5-5-დანა. მე ბახტურიდან წამოვიღებ. ლესედან წამოიღო გიორგი, ანუ 5-დანა, რომელსაც იგი მიიჩნევს, რომ არის დაუფასებელი, ანუ მეტი წამოვიღე. მისას ვთქვათ ასორტიმენტში. მეტი იყოს, არ არის პრობლემა, მე აქ მაქვს და შემიძლია შევამატო. შესაბამისად, მედანიდან დავდე მე და აქვე ერთს დავამატებ, რომ კი, ნამდვილად ჩვენი ასორტიმენტიდან ავიღეთ, მაგრამ თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ანუ შეიძლება სხვა დანაც იყოს, ესეთი კომენტარებში შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრება და დიდი სიამოვნებით გავეცნობით. ასევე ერთი ის ჩავამატეთ და ამ 5 დანასთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ერთი იყოს გადაფასებული დანა და მე გადაფასებული დანა შემეშალა და მოვალი ხავი, სად არის გასაღები. და მოკლედ ერთი გადაფასებული მოდელიც იქნება ჩვენს იმაში რა, სადანეს სივრცეში. დაიწყე ბატონო გიორგი, დაიწყე. მე დავიწყე, მე ბევრი დანა მაქვს მიშა. მაშინ მე დავიწყებ და იცი რა მინდა აქ? შევდაიწყე, მე ბევრი მაქვს უფრო. და მაგითო დაიწყებ შენ? კარგი, მარტო მომიწევს მე კითხოთ კითხვას დავსვავ ესეც, რომ ანუ ამ გადაფასებასთან კი არა და დაუფასებლობის მიზეზებზეც მინდა რომ თქვენი მოსაზრება თქვათ, მე ჩემსაც ვიტყვი. ხო, რა თქმა უნდა, განმარტავ რატო შევარჩიე რა ეს დანები, თორე ისე ვერ გაიგებს ხალხი. პირველი აი ეს ყოველთვის ყველას ვინც მოხვედრილა ალბათ ლესეში და რაღაც საუბარი ყოფილა, ძირითადად ყველას ვეუბნები, რომ ეს არის საოცარი დანა. ნამდვილად. ტექტაილის ბექსარი მოდელი. ვიღაცას შეიძლება გონია, რომ არ არის დაუფასებელი, მაგრამ სინამდვილეში რამდენი მქონეს ჩამოტანილი რა, არ ვიცი, რამდენი ერთეული, ალბათ შეიძლება 5 მაქსიმუმ. აი ჩვენს ჩამოტანასაც თავი რა დავანოთ, კიდე 5 იყოს, თქვათ ისე. ხო, კიდე 5 იყოს. 1000 თუ საქართველოში რა. ხო, დანა ღირს რაღაც 600 თუ 700 ლარის ფარგლებში, ძვირი არ აღირს. და მე მგონია, რომ არის აი საოცარი დანა არის. განაუბრალოდ კოლექციაში ალბათ ერთი 1000-ს რო ვაკეთებდე დანების მიშა, არ ვიცი, ახლა შეიძლება ეს მომეხვედრებინა, შეიძლება ახლა სხვა მოდელებიც გამახსენდეს კიდე ძალიან მაგრები, მაგრამ მგონია, რომ საოცარი დანა არის. ეს არის ალბათ აი ჯაყვების ჯაყვა, ესე ვიტყოდი რა. ის ძირითადად ალბათ ჩვენმა თაობამ, ჩვენმა უფროსმა თაობამ დანების სიყვარული საიდანაც შეიძინა, ჯაყვებიდან რომ მოდის. ის ხასიათი აქვს, ის შინაარსი და სული აქვს და არის სრულყოფილი დანა თავისი ხარისხით და სუპერ თანამედროვე და ერგონომიული და ყველაფერი ერთად. ჯერ არ ვიცი, უთხელესი, ამაზე თხელი დანა იშვიათი არის. გავსი ბევრი არ არის. შემდეგი აი ესეთი თხელი სკეილები აქვს და ისიც კი ლაინერები შიგნით არის მიშა ჩამალული. რომ აი ეს შიგნით გამოფრეზილი აქვს, რომ აი ეს თხელი სკეილებიც კი არ დაერღვიათ ეს რაღაცა დიზაინი, ხელში რაღაც ზედმეტი არ ყოფილიყო, მაქსიმალურად სუბუქი ყოფილიყო და აი ესეც კი ეგრეთ ლამაზად დაამუშავეს. და რა თქმა უნდა, მაგნაკათის საოცარი პირი და 2 მმ აქვს მეგონა. 1.8 მმ სისქის პირი. დაშვება ფლეთი და ყონისისკე ძალიან კაი, მოკლედ აი საოცარი, კარგი ყოველდღიური და მეტი არ დაგჭირდება ადამიანს ალბათ რა. და ხმები საუკეთესო. ძალიან მაგარი დანა არის, ერთმნიშვნელოვნად ვეთანხმები ბატონ გიორგის. ესეთი დანა, მეორე არ მეგულება, არ ვიცი შეიძლება იყოს რაღაც ძალიან კასტომებში, მაგრამ სერიულებში არ შემხვედრია, რომ აი ესეთი თხელი მაღალი ხარისხის, გამართული, სრულყოფილი, კაი ჯაყვა, ყოველდღიური, ესეთი რომ აი დამატებით პატრა ჯიბეები რო არის GS-ებში თემებში, იმაში ისე ჩაიდებ, რომ საერთოდ ვერ იქნება. რაღაც ტრადიციული ფორმა რო აქვს რა, აი რაღაცნაირ თავისი კლიპ პოინტი და ისეთი ჯაყური ჯაყვა. და პლუს ფასი რა, ეხლა 600-700 ლარის ფარგლებში, ანუ კატეგორია არის რა, ბენჩმეიდების, ფაიდერკოები, ქორწილის რაღაც მოდელები, მაიკროტეკებზე და სხვა რაღაცებზე არ მაქვს საუბარი რა და მე მგონია რომ დაუფასებელი არის ეს დანა. არ ვიცი, შეიძლება მსგავსი ხასიათის დანები არ მოწონთ ჩვენთან. მაგრამ მაინც გადავწყვიტე რომ მომეტარა რომ მაქსიმალურად ყველასთვის მიმეწოდებინა ამ დანაზე ინფორმაცია და დანარჩენი თქვენ გადააწყვეტეთ. მოკლედ ტაქტაილის ბექსარი საოცარი მოდელი არის. კი ბატონო და უბრალოდ ერთს დავამატებ რომ თვითონ ტაქტაილი კომპანია არის უნიკალური კომპანია რომელიც აბსოლუტურად ყველა ნაწილს რომელსაც დანაში იყენებს აკეთებენ თავის რა დავარქვა ამას ქარხანაში და არის ყველაფერი ამერიკული. აქედან გამომდინარე ეს ფასი უკვე არის ძალიან კარგი ფასი. პლუს ის არის კიდე რა რაღაცა დიდი წარმოება არ არის რომ როიცოდე რომ რაღაცა სუფთა ქარხანა და სერიული წარმოება არის. რამდენიმე მეგობარი არიან 4 თუ არ მეშლება პატარა წარმოება აქვთ
და ანუ რაღაცა ის შინაარსიც არის იმის უკან მინდგას ეგეც იცი რა რაღაცა აი უშინაარს უხასიათო და ხელმოწერა აქვს თითოეული შემოწმებული ამწყობის ხო აი ეს Built by Jason რამე ნაკს უპო ვიცი ვის უნდა დაურეკო რა კი ბატონო აჰა ესეც თავისი დოკუმენტი მოკლედ გავხსენი მიშა მე დაუფასებელი დანების ვიდეო მეორესაც ხوار მიაყოლებ მივაყოლებ რამდენი გამოვიდა 2-4-6 კი მივაყოლებ მაინც ამას შევინახავ კი ბატონო დავაბრუნებ მაგრამ მაინც მე რა უნდა გადაიყო არ გინდა ძალიან შეფუთო შეიძლება კაი შემდეგი მოდი მე იმას გავხსნი ახლა ვერო ინჟინერინგის ოღონდ მოდელი ნეურონი ამასაც ვთვლი რომ დაუფასებელი არის მიშა ვერო ალბათ ბევრს ეცოდინება გავაცანით ხალხს დანების მოყვარულებს ბრენდი შემოვიტანეთ როგორ რაღაცა პირველი ვიდეო ლესეში რომ ჯოზეფ ვეროს დანა შენ რო აღმოაჩინე და შენ მქონდა მე შენგან გავიგე რა მაშინ რა ჯოზეფ ვეროსი პირველად ჩამოვიტანე მე მგონი ბრონზას ტარით იყო მძიმე იყო ეს თვითონ ფაქტი მახსოვს რა რომ შენ თვითონ ის აღტაცებული ყვებოდი რა და მაშინ ესე არ მგონი არც გიცნობდი მაგარი პერიოდი იყო მაშინ რამდენი ახალ-ახალი დანა ჩამოდიდა ახალ-ახალი ახლა რამდენი ხანი ყველაფერი ჩამოვიტანეთ თითქმის რა და ისეთ თემა არის რა ძნელი არის რა და მაშინ ის რაღაც ყოველთვე ისეთი ემოციების სიახლეები იყო ხოლმე ერთ-ერთი იყო ეგეთი ჯოზეფ ვერო რომელსაც შორიდან მოყურებდი და ნუ სახელოსნოში არავის არ მოქონდა ხოლმე რა გასალესად რა და მოახერხა ჩამოვიტანე მე ისე გამოვიდა რომ ბრენდი შემოვიტანე თვითონ ჯოზეფ ვეროსაგან ხო და ჩემი გამორჩეული მოდელი მაგ ბრენდში არის ეს მოდელი ნეურონი. ამასაც ვიტყოდი რომ ალბათ ერთ-ერთი უნიკალური მოდელი არის, რომელიც აი 50-50 არის დანა და არის ფიჯეტი რა. ანუ ყველა დანაში კი გვიხარია რომ კარგად იხსნება, იკეთება რაღაცა, მაგრამ ესეთი ფიჯეტური დანა, თან გამართული დანა ბევრი არ არის. არ ვიცი, აი ყველანაირად მაგრად იხსნება. ფრონტ ფლიპერი, ბექ ფლიპერი, ქვემოთაფლიკი, რას ეძახიან დიკ ფლიკიო თუ რაღაცა, ხო, ეს ქვედა თითით რო ხსნი. ხო და პლუს არის ძალიან კარგი ფუნქციური დანა, ჩემი უსაყვარლესი პირით, რომელიც ყოველდღიურობაში ძალიან საკმარისი არის და ამ შემთხვევაში ბევრის გონია რომ აი ჩამკეტი არ აქვს და რაღაცა არ ვიცი ახლა ჩამკეტი ამ დანაზე მე არაფერში არ მჭირდება ზოგადად სიმართლე გითხრათ ისე დატვირთებს არ ვაძლევ რომ ძალიან იშვიათად რომ ეგ მაწუხებდეს რა და ამ შემთხვევაში პირიქით აი ეს მსიამოვნებს რომ დაბოლ დედენტი არის პლუს მე მაინც ვჯერა რომ პერსპექტივაში ესენი არ იქნება ცივი არაღი დროის ამბავი იყო დრო როდესაც ძალიან დიდი იმედებს ვამყარებდით ამაზე მაგრამ სამწუხაროდ გაგვიფუჭეს ეგ მოლოდინი და მეც ვეთანხმები გიოს რაღაც მომენტში მოვადრო და ესეთი დანები ნამდვილად გაწრება იმაში რა კი რაზეც მთელი სამყარო თანხმდება აი იქაც რომ გაყვე იმ ლოგიკაში რომ ყველგან სადაც ხვდებიან ხოლმე საპირისპირო აი ჩვენ ხო დავხოცავთ ერთმანეთს და ჩვენ ხო ჯერ როგორი შეურაცხყოფელი მიდგომა არის და დამაკრინებელი და ხო რას ნიშნავს დავხოცავთ ერთმანეთს არ ჩაუღრმავდები მაგ თემას მაგრამ ამაზე არავინ არ დაუობს რომ ამით ვერ მოკლავ კაცს რა მოკლედ რა მაგ ლოგიკაში რო შევყვეთ ეს ჩამკეტის გარეშე დანები არის დანები რომელთაც თავს უფრო დაიზიანებ ვიდრე სხვას და მჯერა რომ აქამდე მივალთ ადრე თუ გან კაი მიშა ჩემი მეორე მოდელი ფავორიტი მოკლედ დაუფასებელი ხო ესეც ბევრი არ მაქვს აყიდული ესეც ჩამოვიტანე კაი ხანი არ მქონდა რამდენიმე თვე არ მქონდა ჩამოვიტანე ერთი ცალი და რამდენიმე კვირა დევს ისე რომ ზედ არავინ არ უყურებს რა და როცა სხვა დანები როგორც გქონდეთ პერაშკი პერაშკი კი ბატონო მოკლედ გადავედეთ ახლა ჩემს ასორტიმენტზე ნუ ვინც ვიცნობს და უყურებს ასე ვთქვათ ჩვენს ვიდეოებს და ჩვენი მოხმარებელია იცით რომ ანუ თვითონ ბრენდი ლესე ფლობს ბრენდ მედანეს და კონცეპტუალურად ანუ ორი სხვადასხვა მიმართულებაა შესაბამისად ანუ უფრო მაღალი სეგმენტის ასე ვთქვათ დანები ლესეშია და უფრო მისაღები მედანეში. ამიტომ მე შედარებით ისეთი ბიუჯეტური დანები მექნება ხაზი გაუშვი რომ მე მალე ფიქრობს რომ ძალიან მაგრები დატოი დაყარავ. მოკლედ დავიწყოთ პირველი დანით და პირველ დანად ანუ 255 ელი SRM-ი შევარჩიეთ. ესე იგი ეს არის დანა რომელმაც ნუ რაც არ უნდა გვეზიზღებოდეს თუ არ გვიყვარდეს თუ ნუ ყველას თავის დამოკიდებულება გქონდეს
ჩვენ ჭდილო მეზობელის მიმართ. ანუ დანის კულტურა არის ძალიან კარგ დონეზე იმ ქვეყანაში, ძალიან ბევრი კანონი აქვს, ნოტარების საშუალებას იძლევა და 2 წელი არის გაყიდვების უპირობო ლიდერი არის კი ბატონო, ეს კონკრეტული მოდელი. და ანუ ეს არის ძალიან საფუძვლიანად, იმიტომ რომ ბრწყინვალედან არის ძალიან მაგარად შესრულებული, ძალიან კარგი მასალებით და 165 ლარი ღირს. ეს ბრენდი ჩვენთან გაყიდვებს არ უჩივის, ალბათ ლიდერია, მაგრამ ეს კონკრეტული მოდელი ძალიან გამიკვირდა, რომ ვერ ალბათ SRM-ში რო ავიღოთ, ათეულში შეიძლება არ შედიოდეს ლიდერების რა და მოკლედ, აბა დახედეთ თქვენ და თქვით თუ იმსახურებს 165 ლარად კი მიშა როგორ არ იმსახურებს ერთ სიცივას ვიტყვი ისევ კანონთან მივალ მე არ ვიცი შეიძლება კულტურა არის დაბალი თუნდაც არ გამიგოთ ჩემი აზრით რა აქედან გამომდინარე რა და დანების სიყვარული ბევრად მეტი იქნებოდა და შესაძლოა ბევრად მეტად დაფასებებოდა. ეხლა მაგაზე დავფიქრდი რა. აი ჭtildeო მეზობელიზე რო თქვი კიდე ჭtildeო სამეზობელოში ვიცი რა ყოფილა მე რამ ჩვენმა საერთოდ ნაცნობ ამითხრა რამდენიმე დღის უკან. რაღაცა ბლაგვსაგნებზე ჩამორდა რაღაცები საუბარი რა და ესეც ცივი არაღი არის მეთქი და რანაირად თუ გაუკვირდა და ჩვენთან ტრავმატოლოგიურში გადისო. ანუ ტრავმატ ტრავმატოლოგიურში გადისო ცივი რანაირად არისო ესო. ანუ ტრავმას მიაყენებ, კაი, ხა ტრავმას ქვითაც ჩვენთან ექცნება არიციან ეს. ხო, ჩვენთან ექცნება არიციან. ой, კიდე დააბნევთ და ვაფშე გაართულებს. და ძალიან მაგარი მოდელი არის მიხეილ და კი, ეგ არ ვიცოდი თუ აქ არ სარგებლობს ამ პოპულარობით. დიდად. ხო, ბევრი მოდელია ეგეთი. მაგრამ ვიმუშავებ. მოკლედ მე დავამატებ რომ ნამდვილად კანონში არის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ადამიანი კარგად რომ მიხვდე, რომელი დანა გჭირდება, ამისთვის უნდა ატარებდე იმ დანას და უნდა იყენებდე. უნდა ატარებდე. პირობითად ადამიანს რომ ეს დანა და მაგალითად, აი მოვიყვანოთ ისეთ მაგალითს, რა ვიცი, დირაკ დელტა რა მაგალითად, რა მაიკროტეკის რა, ორივე რო გქონდეს ტარებისა, შეიძლება ის უფრო ძალიან გიყვარდეს, რა თქმა უნდა და კოლექციაში გქონდეს, მაგრამ ყოველდღიურ ხმარებაში იმას არ იხმარდი რა და აი ამას იხმარდი. მოკლედ, კარგად დაიმახსოვრეთ, SRM-ი 255L. ეს არის უბრალოდ კაი დანა, მაგარი დანა. კი ბატონო. ჩემ ჯერია? თქვენ ჯერია ბატონო გიორგი. კაი, მოდი მაშინ ამერიკელს გამოვიყვან ასპარეზზე. იცი ხوار შემეშალა. ეს ძალიან დაუფასებელია. ეს ვერ ამოვხსენი. მე როგორ მიყვარს ეს დანა. ეს არის უმაგრესი დანა. და ამ დანაზე ხალხი რომ მოდის ლეს ჯორჯის და პროტეკის კოლაბორაციაზეა მეგობრებო საუბარი SBR მოდელი. ხო SBR-ია. SBR. ხო და ძალიან მიჭირს გაყიდვა. ყველა ჯერზე ხო? რა? დიდი ზომაც ეგრეა, ხო? დიდმა ვაფშე იმედები გადამიწურა. ანუ ხალხი რო შემოდის, მე იმდენად მომწონს რა, ანუ დანა რომ მომწონს ძალიან პირველი იმას ვურჩევ ხოლმე ყოველთვის რა, რომ რაღაც სასაჩუქრედაც რო ყიდულობენ, გინდა ისე, ყველას ვურჩევ რომ არის იდეალური დანა არის. ამერიკულიც არის, ავტომატურიც არის, ლეს ჯორჯიც არის, რაღაცა ტაქტიკური, ყველაფერი ერთად არის რა დანა. მაგრამ აი არ ვიცი, ეს რომდის ჩამოვიტანე და რამდენიმე თვის წინ მაქვს ჩამოტანილი, მართლა გეუბნები რამდენიმე თვის წინ 2-3 ჩამოაქვს ხოლმე პროტეკი და მეგონი 2 ცალი დაევს კიდევ რა. რომ ერთი ცალი ისიც. გამახსენდა ახლა ისიც ვინ წაიღო, აი ისიც კი მახსოვს ვინ წაიღო. ხო და მე მგონია რომ აი ეს არის ძალიან დაუფასებელი მოდელი. აი ყველაფერი აქვს, თვითონ ტაქტიკურობაც აქვს, ხელში ჭერაც აქვს, აი ეს ქარიზმაც აქვს, ძალიან მაგარი ავტომატია. დიზაინშიც ძალიან მომწონს. არც დიდი არის, არც პატარა არის. ფუნქციური დანაც არის, აი ყველაფერი არის რა და ვერ ამოვხსენი სიმართლე გითხრა რომ რატო არ მოწონთ. არ ვიცი, მე ეხლა მაგალითად აი როგორ ვთქვა, აი 100 დანიანი კაცი რო ვნახო და ვთქვა აი იმას გამოვარჩევდი, ვისაც ეს ექნებოდა რომ აი ნახე რა მაგარი დანა აქვს. ძალიან მაგარი ზამბარა აქვს, ძალიან მაგარი ესეთი კაცური რაღაცნაირი ფორმა აქვს. ამას ტყუილ არ ვიძახი, მე მაქვს ეს მოდელი კოლექციაში უბრალოდ ცოტა დიდი მოდიფიკაციის და აი ძალიან დიდი სიამოვნებით ამ მოდიფიკაციასაც დავიმატებ როდესაც კოლექციაში. მოკლედ, ყურადღება მიაქციეთ მეგობრებო, ჩვენ ორივეს რჩევა არის ეს კონკრეტული მოდელი. კი. არის მიშა. გადავედი ახლა მე ისევ ბიუჯეტურ მოდელებში და მოკლედ
ეს კონკრეტული მოდელი კაიზერის გამოდის ბევრნაირი მოდიფიკაციებით, ფიქსი, დიდი ფიქსი, საშუალო ფიქსი, პატარა ფიქსი და დასაკეთsi, როდესაც გამოვიდა, პირველი გამოვიდა, რაღაცა clip point-ი პირით, რომელზეც ჭკუა გადამეკეტა, ჩვენ ჩავწერეთ მაგაზე ვიდეო, შიდა ლინზით იყო ის დაშვება, გავგიჟდ გადავერე ძალიან მომეწონა. და შემდეგ გამოვიდა აი ეს კონკრეტული მოდიფიკაცია, drop bear 2 და ჩვენ ორივეს გვიყვარს პირის ეს გეომეტრია, მე განსაკუთრებით მიყვარს ეს ჩოილი, როდესაც ხელში კარგად მიჯდება დანა, ეს ჯიმპინგი, რომ ესე მიყვარს რაღაცების კონტროლირებადი ჭრა, ძალიან მიყვარს მასალა სახელად Richlight-ი და ეს ყველაფერი მაქვს აქ და 179 ლარი. და აი ეს მოდელიც რო არ არის ჩვენთან პოპულარული, მართლა ძალიან გიждები რა, იმიტომ რომ კაიზერი ძალიან პოპულარულია. მაგრამ ეს მოდელი არის. ესეც რაღაცნაირად იდეალური დანის ემოციას მაძლევს ახლა აი. მე კარგად არ ვიცნობ ამ მოდელს ახლა პირველად ესე უყურებ რა, მანამდე შეიძლება ერთი-ორჯერ ესე მქონია ხელში, მაგრამ კი. კარიბო რომ შემეძლო სიამოვნებით. რა რაღაცა პერიოდი ხო ჩაიდებდი ჯიბეში რა, ხო დააკვირდებოდი რა. ნუ იმდენი დანა მაქვს როგორ ვთქვა, ყოველ დღე ჩავიდევდი მეთქი, რა თვეში ერთხელ რაღაცა ჩავიდევდი რომ აი. ბატონო, ანუ აი ძალიან მომწონს გულწრფელად, აი ხო სხვა დანებზე რაღაცა მომწონს, ეს აი ძალიან მომწონს რა და ეს მასალა მაგარია. ხო რა, ეს Richlight-ი არის კონკრეტული ბრენდი არის, რომელიც უშვებს მიკარტას, კაღალდის მიკარტა, ანუ კაღალდისგან მზადდება და ბევრ ბრენდს არ აქვს. მაგალითად Benchmade იყენებს Richlight-ს და კატასტროფა ფასიღირს და ბიუჯეტურებში ამათ გარდა საერთოდ არ მინახია ვინმეს რო კონდეს რა და 179 ლარად კაიზერი, Azos დიზაინი, ნიტროვი, ფოლადი. ხო, ფასი საჭოდი აფია. ძალიან მაგარ დანას მაზავთ ჩემო კარგებოდა, სანამ არის მობრძანდით მედანის ქსელში. არის, ჩემჯერია. თქვენი ჯერია ბატონო გიგო. ო, ის საინტერესო მოდელია. იმას ამოუხსნელი. კი ბატონო. ხუთი გადმოდებ იტალიური დანების დიდი მოყვარული მე არა ვარ. ადრეც მithkoms იტალიელებს ალბათ ვერავინ შეედრება დიზაინებში რაღაც საოცარი დიზაინის დანებს აკეთებენ. ფიქსებიდან დაწყებული ტაქტიკურებით გაგრძელებული, აი რაც უნდა იყოს, ყველაფერში რაღაცნაირი ისეთი საოცრად ლამაზი დანები არის, მაგრამ რაღაცა მარილს ვერ აყრიან ხოლმე რა. აი სულ რაღაცა აკლია ხოლმე ისეთი, რაც უკვე ტვინში აი გადამირთავს, რომ არ მინდა. მაგრამ ერთადერთი ალბათ არის ეს ხაზი, ამ ხაზზე მაქვს საუბარი მიშა, რომელზეც არაფერი არ მაქვს სათქმელი რა. ძალიან მაგარი ხაზია. აი თვლი რომ არის საოცრად მაგარი დანები და პლუს თავისი იტალიური რაღაცა პეცი თუ რა დავარქვა რა იმ დიზაინ და ხასიათით გაკეთებული რა და აქ უბრალოდ ერთ ჩაგი იმას ვიწევ, იცი რა გიო, ჩემთვის ეს ამ წუთას არის იტალიური ცოტა ფრანგულიც რა, აი ეგეც საბეჭდილებას. კი ბატონო, კი. და ამაზე შემიძლია თქვა რომ საერთოდ არ იყიდება. კი. საერთოდ ვერ ამოხსენე ესეთი რაღაცა. Bestman-ზე მაქვს საუბარი, სხვადასხვა ვერსიები არის, სხვადასხვა მოდიფიკაციები არის, ზოგი ბოთლის გასახსნელით არის, ზოგი იმით არის, ზოგი ამით არის. აი არ ვიცი. კარბონი, ტიტანი, აი ეს იტალიურ სტილში ის გადამრგვალებები რო იციან და კუთხეების დამრგვალებები ძალიან სასიამოვნოდანო და მასალები საოცარი პირი M390-ია. აი ეს ვერ ამოხსენი. სასაჩუქრებადაც რომ მოდიან ხოლმე სასაჩუქრებად რომ უნდათ. ეს ხლა ესენი ლესეს ბახტრინოზე არის იაფიანი დანები. 400-500 ლარის ფარგლებში, ეგ ბევრი დანა არ არის 400-500 ლარის ფარგლებში და არავის არ უნდა ესეც რა, ვერავის ვერ მოვაწონე. როცა დღემდე რო უყურებ, ძალიან მოხიბლული ვარ ხოლმე ამ მოდელებით რა და. თუ შენომერს. არ ვიცი, თქვენი აზრით დაწერეთ, აბა იქნება და რამე ჩემი სუბიექტური აზრით, ანუ სასაჩუქრეთ მეგობრებო, აი იმ ადამიანს, რომელსაც მაგალითად უყვარს კარგი ჩაცმა, პიჯაკს ხმარობს და რაღაცა აქსესუარების მიმართ აქვს ინტერესი. ანუ ეს არის ნივთი, რომელიც შეიძლება დანებში საერთოდ არ ერკვეოდეს ადამიანი, მაგრამ თუ ამ ნივთს აჩუქებთ ისეთ ადამიანს, ვისაც კაი კალამი უყვარს, საათი, სათვალე და ასე შემდეგ, არ არსებობს, რომ ამის მუღამი ვერ დაიჭიროს რა. ანუ მესმის, რომ შეიძლება იმ ადამიანებს, ვისაც ისეთ დანები უყვარს, ბრუტალური და რაღაცა არ მოეწონოს, მაგრამ ძალიან დახვეწილი ნივთებია და ძალიან მისაღებია რა. არის ფიქრობთ, რომ რაღაცა ყველა კლიპსის გარეშე ამ სერიაში როგორ დავარქვა იგივე მასალებით ხარისხით და იგივე იმით რო კეთდება, ჟიტანუ არის აი ეს კლიპსიანი, ულამაზესი და ულამაზესი.
ერთადერთი ფოლადი არ აქვს M390 იმას ნიოლოქსი აქვს ნიოლოქსი აქვს მაგრამ ნუ არ ვიცი მოკლედ თქვენი აზრით დაწერეთ აბა იქნება და რამე გვეშლება და რამე გამოგვეპარა და აბა ერთი რა ვითხარით რას ფიქრობთ ამ კონკრეტულ მოდელებზე რას ფიქრობთ ამ მოდელებზე კაი მედი გადავიდეთ ჩემს რამდენი გაქვთ დარჩენილი მე 3 შენ თუ 3 გაქვთ დარჩენილი აი ერთს ვიტყვი კიდე მაშინ აბა თქვი მაშინ ერთი კიდე ნახოთ რაც გვეტყვის ბატონი გიორგი ანა ბეჭდი რო დაეთყობა ხოლმე ერთი კი მაქვს და კაი მოდი მაშინ აი იმას გადმოდებ და აქ მთლიანად ბრენდზე უნდა ვისაუბრო არ ვიცი რა უბრალოდ ერთ-ერთი მოდელი წამოვიღე რა კაი ბატონო ეს არის K-Knife Midgard-ის და არ ვიცი სხვა უამრავი მოდელი კიდე მიშა აი მოდი აი იმასაც გადმოვდებ რა ბარემ რა ეკადებს რა გადმოდე კი ეს ორი გასაღები რომ მოყვებოდა არ ვიცოდი ერთი მეკა კიდე ჩამიდეს სათად არიგუები რამდენიმე ეს არ მახსოვს ეს ლიმიტირებულია ხო მგონი ესეც არ ვიცი იქნებოდა სხვა ჩვენ სხვანაირად ვაფასებთ მიშა ტანების კოლექციონერობას Midgard-ი ალბათ არის აი მე რო ვფიქრობ ახლა მე სხვა ხასიათი და სხვანაირად მივყვები კოლექციას რა და სხვანაირად ვაგროვებ მაგრამ შეიძლება რომ აი თქვათ მარტო Midgard-ს აგროვებდეს კაცი და რო გავიგო ჩემგან რავი პატივისცემა იქნებოდა იმ კოლექციის მიმართ იმიტომ რომ იმდენად განსხვავებულ და საინტერესო მოდელებს აკეთებენ და Midgard-ზე შეიძლება ითქვას ის რომ აი ვიღაცა მეკითხოს რომ განსხვავებული რა გაქვთო მაღაზიაში აი ყველა შეიძლება ერთმანეთს გავუდეს ზოგი მაგარიდან არის დიზაინერი რაღაცეები მაგრამ Midgard-ი არის ცალსახად ყველაზე განსხვავებული ისეთი რომ ეს საკოლექციოდაც მაგრად ითვლება თავისი ხასიათით ყველაფრით და გერმანული ბრენდი არის იტალიაში აკეთებენ დანებს აი ლიმიტირებულები არის ეგეთი ბრენდი მე არ მახსენდება რაღაცა CKF-ი შეიძლება იყოს და რაღაც და ფასები აქვს ძალიან ადეკვატური ჯინეჩი გეტებ ხო, უბრალოდ მე ბევრად ძვირი. ხო, ნუ ამათაც აქვს რაღაცა ჩინური ხაზები, მაგრამ ნუ ბოლო პერიოდი ახლა ესეც იტალიური არის, აი მე Fox-მა გაუკეთა ეს და 1100 ლარიღის ლიმიტირებული ასეთი საკოლექციო. საოცარი. ადრეც გვიჩვენებია მის, არ ვიცი, საოცრება. ხო და ესეც ამ შემთხვევაში სულ 200 წელი არის გაკეთებული. სასწაული და მე. სულ 200 წელი არის. კოლექციაში საჭირო ნივთია რა. კი. და გასაღებზე არის და ესეთი რა მე არ მინახე, არ ვიცი იქაც აქვს თავის გერმანიაში პრობლემები რა ხო ორი ხელით უნდა იხსნებოდეს და იღებოდეს რა და აი ესე გასაღებზე იკეტება და იხსნება გავიგე იმაზე არ არის საუბარი არაპრაქტიკულია და სიგიჟეა გასაღებით მაგრამ დანების მოყოლებს მარტო ის ინსტრუმენტები ხო არ ნიშნავს არა კოლექციაში ძალიან მაგარი რამეა კი ბატონო ხო და ნუ უცნაური არის ესეც ვერ ამოხსენი რა პულტით რო გამოუშვებენ მე მოეწონა ჩვენ ხო ესეთი ზარმაცი ხალხი ვართ არ გვიყვარს გასაღებები რავი თან პლუს ყველაფერთან ერთად გაიდან არის კი ხო და ნუ ჩემი რჩევა იქნება ან მაგაზეც დაწერეთ თქვენი აზრი ვინ როგორ აგროვებს კოლექციას რა შინაარსით და რა იდეით რომ იქნება და რამე გამოგვეპარა ჩვენ კიდევ და რაღაც ხონარად დავინახოთ რა თავი ხო არ დავანებოთ ან კარგიანებს და პატენტებს ხო არ მივაწვეთ და ჩამოვყაროთ გიო პატენტები მე მგონი იმდენად აღარ ხდება მიშა ვიდრე რამდენიმე წლის უკან იყო ხოლმე მაგი რაღაც მე მგონი გადავლახეთ ის ეპოქა რომ წალეკილი ქონდა ქართული სადანესი ურცე პატენტებს მაგალითად პატენტი მაიკროტეკი არ შემხვედრია დიდი ხანია პატენტზე მაშინ ერთ პატარა იმას მოუყვა ან შეიძლება ჩემთან აღარ მოხდეს ერთ-ერთ ჯგუფში რა ძალიან აქტიურად არის ხოლმე ერთი ადამიანი ვინც ყიდის ამ პატენტებს რა და ყოველთვის ერთი და იგივე იმით იწყებს ხოლმე რომ აი ეს ვირიანი და დაადებენ აგერ იგივეა ზუსტად 10 ჯერ ხო რა მოკლედ ეთქობა ვიღაცამ დაუჯერა და როგორც აღმოჩნდა მიუწერია რომ ლაშქრობაში 4 დღეში მივდივართ 6 კაციო ხო და დანები გვინდაო რა პრობლემაო და იყიდა რა რაც დანები და მოკლედ მე კომენტარებში ხდება ნუ ჭალებში რა ლანძღვა რა მაგარი კაროჩე პირველ დღესო ნუ კიდე რაღაცა ქნაო მეორე დღეს პურს აღარ ჭრიდა იშა მაგას კიდე ერთ რაღაცას დავამატებ რა თქმა უნდა ხარისხში არის ხვაობა და ისეთი ვერ იქნება როგორც ორიგინალი თუმცა შეიძლება იმდენად კაი პატენტები იყოს რომ თქვათ რიგით მომხმარებელმა ვერ შეამჩნიოს ახლა ეგეთებიც არის მაგრამ ჩემთვის თავარი ხარისხზე მეტად მაინც არის ის რომ ორიგინალი არის და რაც არ უნდა ვინც არ უნდა თქვას რომ აი იგივე ნაირია
მე არ ამჯერა მაგისი გულწრფელობის, რომ ეგ იგივე იყოს და რო დაუდო ორიგინალი და ის რო იმას არ აიჩევს და აი ესეთ მაგალითს მოვიყვარ რა, მე მგონია რომ ყველასთვის გასაგები იქნება, ვინც ეგრე უყურებს დანებსაც მაგათვისაც. ვინც დანის მოყვარული არის, ხო, ვინც დანის მოყვარული. იმისთვის რანაირად შეიძლება ერთი და იგივე იყოს ორიგინალი და პატენტი. იგივე არის ეს, რომ თქვათ, სახლში კაი გადმოხატული მონალიზა გეკიდოს და იძახდე, რომ ხო, იგივეაო. აი რანაირად არის იგივე. გინდათ კაი ვისაც რა ნივთი გიყვართ, გინდა სათვალე იქნება, გინდა რაღაცა საათი იყოს. იქ ხო დროის ჩვენებაზე არ არის საუბარი, არა, ის ხო რაღაცა ნაწილი არის რაღაც ბევრი რამის. მოკლედ მე მგონია რომ თავს იტყუებენ ალბათ იტყუებენ და თავს იტყუებენ. კი ბატონო. მოკლედ მიდგარდი როგორც ბრენდი თლიანად არის, ნაიც იმსახურებს ბევრად მეტ ყურადღებას და ავიც მიაქციეთ ყურადღება მეგობრებო. მე გადავედი შემდეგ დანაზე და ჩემი შემდეგი დანა არის ასევე დანა, რომელმაც თავის მე მგონი მთელ მსოფლიოში არნახული გაყიდვები და რეკორდები ხსნა და მთელი ამბავი და ეს არის CGR Pirate კონკრეტულად XL მოდიფიკაცია. არსებობს ჩვეულებრივიც, მაგრამ არა აქვს დიდი მნიშვნელობა რა. თავიდან რაღაცა გაიყიდა, მოდი ასე ვთქვათ, რაღაცა ერთი პერიოდი და მერე გეგონება ბევრი დანა გამოვიდა ამ ფასში ესეთი კარგი და რა ვიცი, სხვები იყიდეს თუ რა ქნეს, არ ვიცი. ესე იგი სრულფასოვანი 20 სანტიმეტრიანი დანა ამხელა პირით ძალიან კარგი დაყვანით, დაშვებით, ბათანლოქი, ფხვნილოვანი ფოლადით და 200 ლარი, 199 ლარი, ანუ არ ვიცი რა, ძალიან დაუფასებლად მეჩვენება ეს კონკრეტული. მეც ეგრე მგონია მიშა. Pirate არის როგორი მოდელი. აი ბრენდებში, ხელოსნებში ეს ხო დრო ხო გადის, წლები გადის რაღაც და ზოგიერთი მოდელი რო იმკვიდრებს ადგილს რა. აი როგორც მაგალითად ონტარიომ კი ბატონო, ერთხამ დაიმკვიდრა, ბაკმა დაიმკვიდრა. კი რა თქმა უნდა, იმათ არ შევადარებ, მაგრამ მე მგონია რომ რაღაცა მსგავსი ხასიათის ადგილი დაიმკვიდრა, რომ უბრალოდ ძალიან მაგარი და არის CGR-ის გაკეთებული რა. და უამრავი ვერიფიკაცია, მოდიფიკაცია გაკეთდა ამისი სხვადასხვა ვერსიები, პატარები, დიდები, სხვადასხვა პირებით, მიკროც გაკეთდა, დიდიც გაკეთდა, იმიტომ რომ მაგარი მოდელი არის და სხვაგან შესაძლებლად პოვა პოპულარობა და დაფასება და ჩვენთან კი. ამიტომ შეგახსენებთ, რომ Pirate კვლავ არსებობს XL-ის ზომა და მიაქციეთ ყურადღება მეგობრებო. კი, კაი მოდელი არის მე ხე. აბა მიდი ბატონო გიორგი. ჩემჯერია. დავაჩქაროთ და რომ ძალიან მოსაწყენეც არ გამოვიდეს და ხანგრძლივი შემდეგი დანა. მოდი ჯეკურსაც მოვახვედრებ. როგორც ბრენდი. როგორც ბრენდი და როგორც ბრენდში ეს მოდელი. აბა რა მოდელია ვნახოთ. ეხა ეს მე არ ვიცი და ინტერესით ველოდები მეც. მე მგონი მივხვდი. არ ვიცი, აი ესეც ვერ მოხსენდი. ესეთი მაგარი შეფუთვები არცეც არ აქვს. მარტო შეფუთვის გამო ვიყიდი ხოლმე ამას, რომ ფასებიდან ისეთი აქვს რა, სხვა დანებთან შედარებით. ბახტურის მაღაზიას ვადარებ. განსლინგერი მიშა, ახალი. განსლინგერი. ძალიან მაგარი დანა არის. პლუს ეს ვერსია. ბონზე ეს რაღაცა ყავისფერი მიკარტა, ძალიან მაგრად ჩაჯდა, თოგმოში პირი. არ ვიცი. ჯეკულფის მოყვარული ვარ მე და მithumetes ამ მოდელის რა ძალიან მომწონს მიშა თვითონ იდეა რომ თოფის კონდახის ტარი გვაქვს. მსგავსი არ ვიცი ვიტყვი რომ მე არ შემხვედრია პირადად და ძალიან იშვიათი არის როცა ესეთი განსხვავებული იდეის რაღაცას აკეთებ ახორციელებ და პლუს კარგი და კომფორტული რო გამოვიდეს და ამას გამოვიდა ამ შემთხვევაში ბენჯამინ ბერკის და აი მიუხედავად თავის განსხვავებული ფორმისა არის ძალიან მაგარი კომფორტული ხელში და ძალიან მაგარი ერგონომიკა აქვს. აი იმ იდეას, ფორმასთან ერთად უმაგრესი ხარისხი აქვს, ძალიან მაგარი ხმები აქვს, საოცარი და ძალიან მაგარი ფიჯეტი არის. აი საოცრად იხსნება ყველანაირად მიშა. და მართლა სუპერფოლადზე არის კიდე. კი, ეს 90 ვიზი არის. 90-ზე ბოლო პერიოდში რასაც ვკითხულობ და ვერ გვევით ძალიან ბევრ სიტუაციაში ასაც ჯობნის ეს ასაც? კი, ბევრ მომენტში და ზოგადად მაგარი ფოლადია ძალიან რა. ხო, არ ვიცი, ვერ ამოხსენე. ჯეკურხზე გავიგე რამდენიმე წელია ჩამოვაქვს და ძირითადად აქვს კლასიკური ხასიათი და ვიღაცა შეიძლება აი ამდენი კლასიკური არ უნდოდეს გავიგე, მაგრამ მე მგონია რომ ყოველ შემთხვევაში
ეს მოდელი ესე არ უნდა გაჩერებულიყო, იმიტომ რომ მაგარი მოდელი არის. ხო, ერთი ჯერ ყურფი ყველა ვარიანტში საქონე არის კოლექციაში რა. ხო, ну მეც ეგრე მგონია, რომ სუმცირე შეიძლება ეგეთი მოყვავილი არ იყო, მაგრამ ერთი ცალი საქონებელი. რაღაცა ლოგსტიკი აქვს ამას და მე შევხედავ. აჰა, გააწვიმდა და ჩვენ სადაც ვიმყოფებით, იქ წვიმა საშიშია. იქ წვიმა იმედია ყველაფერი კარგად იქნება ბატონო გიორგი. ხო, არ დავდოთ ადრე თუ გვიანე ვიდეოებიც. შეიძლება, კი, როგორ დაგვაწვიმს არქივში ვინახავთ. არქივში ვინახავთ. კაი, მოკლედ, გადავედი ახლა მე ჩემს, ასე ვთქვათ, ჯერზე და ესე იგი მოდელი, რომელიც ვერ ვიტყვი რომ არ იყიდება. ამჯერად ვერ ვიტყვი მაგას, მაგრამ აი ამ ფასად და 900 ლარი ეს კი გასაგებია რომ არ არის 900 ლარი პატარა ფული. არა, აი ამ ფასად, აი ესეთი დანა, ესეთი მართლა გიგანტი დიზაინერით, როგორც დიმიტრი სინკევიჩია, ზერო ტოლერანსის შესრულებით, ну, არ ვიცი რა, ანუ ბევრს ვერ ნახავთ ამერიკული დანა ტაქტიკურ სტილში, აგრესიული ესეთი მხოლეტავი ფუნქციით და რა ვიცი, მიმაჩნია რომ არა მარტო საკოლექციო სასაჩუქრეთ, ანუ ბევრად მეტ ყურადღებას იმსახურებს. ფიქრობდი სხვა ზერო ტოლერანსების აღებას, ანუ ზოგადად ზერო ტოლერანსი მიმაჩნია რომ ჩვენ რეალობაში მეტ ყურადღებას იმსახურებს ბატონო გიორგი. ეგ უნდა მეთქვა მიხეღმეთ, ზერო ტოლერანსი რატომღაც დაჩაგრული არის და მაგას ვერ ავხვდები რატო. აი საოცარ მაგარ დანებს აკეთებენ. ნამდვილად. როგორი სახელი დავარქვა, იცი? შეიძლება არასწორი ფორმულირება იყოს, მაგრამ აი რაღაც კაცურ დანებს აკეთებენ რა. კი. არც ყვირის დანა, არც რაღაცა სამარიაჟო, აი კაი გამართული კაცური ისე დასტოინი დანები არის ნამდვილად რა. მაგ ბრენდში ეს ერთ-ერთი ეგეთი მოდელი არის რა. ეხლა მე ტაქტიკურების ხასიათი დიდად არ მიყვარს, მაგრამ ისეთ ემოციას არ მაძლევს, მაგრამ აი ისეთ ემოციას მაძლევს რა, რომ აი რაღაც ისეთი კაცური დანა არის. ხო და კი, მართალი ხარ მიშა, ზერო ტოლერანსიც დაჩაგრული არის. მესმის კაი ხანი შეიძლება რაღაცა კრიზისიც ქონდა ზერო ტოლერანს, სიახლეებს ვერ ვთავაზობდა, კი, მაგრამ შარშან ისეთი მაგარი მოდელები შემოგთავაზა ზერო ტოლერანსმა, ნუ წელს შარშან უკვე ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ თქვათ მაგარი დანები, რომლებიც არის, ერთ-ერთი ზერო ტოლერანსის არის რა. და ჩვენთან ასორტიმენტში ეს ყველაფერი არის. თუნდაც ის ავტომატი გვაქვს. გადამოდი ავტომატი. არა, ის პატარა რა. ტიტანის რო არის. აქეთ მარჯვნივ. კი, აეგა. აუ, იმდენი კაი მოდელია. გავიჭერი ხელი და შენ არ გაიჭრას. იმდენი კაი მოდელია, ყველა სხვა გადმოგადებინა. კი ბატონო. აი, ეს ავტომატი, ეს ჩემი აზრით შეიძლება ითქვას, რომ არის უკონკურენტო ავტომატური დანა დღესდღეობით ბაზარზე. ესეთი თხელი, ტიტანის, კარბონის ჩანართები, ფოლადი მაგნაკათი, საოცარი მექანიკა, საოცარი ბრენდი, უმაგრესი კლიპსა, ისე რომ ძალიან კომფორტულად ჯიბეში, გემრიელად არ ვიცი, მინუსი არა აქვს ამ დანას, ვისაც ავტომატური უნიკალური დანა არის. და ფასიც, აი როგორ ვთქვა, იაფი როგორ არის ახლა 1100 ლარი არის, მაგრამ მაგ კატეგორიისთვის 1100 ლარად არავინ ესეთ დანას არ გვაძლევს. მიუხედავად იმისა, რომ მე პროტეკი ძალიან მაგრად მიყვარს, პროტექს არ აქვს ახლა ესეთი დანა ამ ფასში. მაგ ფასში არა აქვს ნამდვილად. ამ ფასში სულ ყველაფერს თავი დავანებოთ, ჩემთვის მომხიბლელი არის რომ ტიტანის არის რა და პლუს ესეთი თხელი არის. როგორ გააკეთეს მოხლა? მაგრად გააკეთეს. ხო, ну, ძალიან მაგარი დანა არის და მოკლედ ზერო ტოლერანსაც კი ბატონო. მეტი ყურადღება ჩვენ შევაკეთებთ. გადადით აბა თქვენ ჩემი ბოლო დანა, მიშა. ახლა ეს დადემანთ ხო, იმედია ეხლა უმრავლესობა სულად არ ჩამითვლით, რა თქმა უნდა, ეხლა ბევრმა შეიძლება თქვას, რომ ფული რო ქონდეს, ჩვენ თვითონ რა უნდა ვიყიდოთ და რა არ უნდა ვიყიდოთ, მაგრამ გეტყვით, რომ ნუ ბახტრიონის მაღაზიიდან მაქვს მოტანილი და ნუ იქ სხვა კატეგორიის დანები არის და სხვა დანები იყიდება და იქაური საზომით ვიძახი მე ეხლა ამ ყველაფერს. მე თორდი მიშა. Infraction. კი, აუ არ ვიცი, ეს არის საოცარი მოდელი. ეს მოდელი არის ერთ-ერთი პირველი, რომელიც ჩამოვიტანე მეტფორდის, მაშინ მე დაბლა ვიყავი, სახელოსნოში მქონდა მაღაზიაც და აი მაშინვე რო შემაყვარა თავი, დღემდე აი ეს რაღაცა გზნობა არ გამნელებია. თავისი აი პატარა ფლიპერით. ხელში ეს ბუთქუჩა,
კიდე იცი რას ვაფასებ? ძირითადად ვინც არიან დიზაინერები, დანის ხელოსნები, ერთნაირი რაღაცა წესებში სხედან. რომ ვერ ბედავენ, ვერ გადიან, ვერ აი ჩარჩოებს ვერ ცდებიან რა და მეთორდი თავისი რაღაცა როგორ თქვა? ექსტრავაგანტული ხასიათით? ხო, კი ბატონო, იყოს ეგ დავარქოთ. ცოტა უჩვეულო ხასიათი, უჩვეულო რეაქციები და აი ესეთ უჩვეულო დანებს აკეთებს და აკეთებს ძალიან მაგრებს. თან უჩვეულო ბევრმა შეიძლება გააკეთოს, მაგრამ მაგ ყველაფერთან ერთად აი ეს ამოვარდნილი რაღაცა წესებიდან, დანების წესებიდან და პლუს რო იყოს ძალიან მაგარი მოდელი, არ ვიცი, ძალიან ძნელი არის და მე მგონია რომ იმ მაღაზიის ყოლობაზე საიდან არის კიდევ მაგას გაუსმევ ხას, რომ მეტ ყურადღებას უნდა იმსახურებდეს აი ეს მოდელი კონკრეტულად. იმიტომ რომ ამ ფასში იმდენი დანა იყიდება ისეთი, რომელშიც მე ვთვლი რომ თქვათ სულ მცირე 50 რო გაიყიდება მსგავსი კატეგორიის დანა, ერთი ეს უნდა გაიყიდოს რა, ეხლა სულ მცირე. ხო და მე მგონია რომ დაუფასებელი არის აი ეს დანაც და ძალიან მაგრად მიყვარს ეს მოდელი რა. ეს მოდელი იმდენად მიყვარს რომ მე მაგალითად რო არ მქონდა საშუალება, აი ამის პატენტი მქონდა და ძალიან მიხაროდა რომ მქონდა დაჟე პატენტი. არა, საოცარი დანა არის. ბატონო. სულ განსხვავებულ ხასიათზე მაყენებს ამ დანას. მსგავსი პრობლემის წინაშე ვარ მეც და აი ხა უნდა განახოთ დანა, რომელიც არ ვიცი, ალბათ დედამიწაზე ყველა სხვა ქვეყანაში დაიტაცებდნენ პერაშკებივით. ხო დაიტაცეს. ეს არის მოკლედ Spider-Cos და Bob Terzuolas კოლაბორაცია, რომელიც აღარ განმეორდება და ნუ Starmate ქვია ამ დანას 1100 ლარი ღირს. Bob Terzuolas, რავი, ვინც არ იცით, ეს არის ადამიანი, რომელიც ალბათ ხუთეულში უპირობოდ შედის უმნიშვნელოვანესი ხალხის სადანე სფეროში და მისი ლოგო და თვითონ ეს მოდელი სპრინტრანი Spider-Cos-ი, ნუ სასწაული მოდელი არის და ამდენი ხანი 3 წელი გქონდა, მე მგონი თუ 4 წელი, ეს ერთი კიდე არის დარჩენილი. მე ძალიან გული მწყდება რომ მე ვერ შევიცინე, იმიტომ რომ ვიცი რომ რაღაც მომენტში ვინანებ მაგას და ზოგადად არა მარტო ეს მოდელი Spider-Cos სპრინტრანები მთელ მსოფლიო დასდევს და ჩვენთან არის ხოლმე რომ დევს რაღაცა პერიოდი და რაღაცა თითქოს არც იციან თუ არ აქცევენ ყურადღებას, მაგალითად მენბაქში მქონდა მაიკრომელთის ისა რომელსაც მართლა მთელი ამერიკა ვენებს იჭრიდა ისე ეძებდნენ რა. ხო და ნუ აი ეს პრობლემა არის, საოცარი დანა არის მეგობრებო, ეს კონკრეტული და მივაქციოთ ყურადღება. ახლა მას უყურებ და ეს ტერმინი მომივიდა, ძალიან გემოვნებიანი დანა არის რაღაცა ეგეთი. ძალიან. მართლა ესე ტაქტიკური ხიბლით არ მაგარი დანა არის რა. კი, არ უნდა გაჩერებულიყო ესეც მაგრამ ხანს. კი ბატონო. მოდი ახლა ბატონო გიორგი გადაფასებულ დანებზე ვისაუბროთ და შენ დაიწყებ თუ მე ვთქვა. მოდი მე ვიტყვი და იმედი არ მიწყენენ ახლა მაიკროტექის მოყვარულები. როგორ აი სულ პატარა წილი რატომაც თქვათ მაიკროტექს ხშირად ვახსენებთ ხოლმე არის ის რომ სიმართლე გითხრათ განაის რომ აი პატარა წილი არის ის რომ გვინდა რომ სხვა მოდელებიც დავანახოთ და სხვა დანებიც დავანახოთ. პატარა წილი ხა ძირითადში არა, მაგრამ მაგით არ ვაკეთებთ მაგას, მაგრამ პატარა ეგ არის რომ უამრავი მაგარი დანა არის და ნუ ჩვენთან ესე არის. გადაფასებულში ფასი არ მინდა ვისაუბრო, ანუ სხვანაირ ღირებულებაზე მინდა ვისაუბრო. მე მგონია რომ პრობლემა გვაქვს ჩვენს მედანეებში, ისევ კულტურის თემა არის მიშა და მე მგონია რომ დანების მოყვარულები არ ყიდულობენ მარტო. არ ვიცი, ან შეიძლება ეგეს დანის მოყვარული არის და შეიძლება არც მაგაში არ იყოს პრობლემა, მაგრამ სტატუსის გამო რო ყიდულობენ, აი მაგაზე მინდა თქვა. ხო, ჩვენ ვერ შევცვლით. ხო, შეიძლება არც არის მაგაში რაიმე პრობლემა და ნორმალურიც იყოს. უბრალოდ, ნუ სახელი ეგ არის, რომ ჩვენთან ძალიან ბევრი უბრალოდ სტატუსის გამო ყიდულობს დანას. თემსოფლიოში ეგრეა ხო მოგიყვება გადაცემა რო არის ფულიანი ხალხის ჩანთებს რო ამოწმებენ რა და ერთ-ერთი ძალიან ცნობილი რეპერის ჩანთა და პატარა მესა და მაიკროტექი ესო რა გინდაო რა და მე დიეტაზე ვარო და ვაშლსო ამის თუ მოვიჭრიო ნუ სტატუსისთვის უნდა ედოს რა. აი არ ვიცი მიშა ხო ნუ ეგ თემა არის რა ჩვენთან ვიტყვი ყოველ შემთხვევაში რომ ჩემი აზრით გადაფასებული არის რა იმიტომ რომ იმდენი მაგარი დანა არის მე ვერავხდები დანის მოყვარულმა როგორ შეიძლება სიტყვაზე 100 ეს იყიდოს
და ერთი თქვათ აი ეს არ იყიდოს. მაგას ვერ ამას არ ვიძახით რომ არ უნდა იყიდო. კი, მაგრამ ნუ გადაფასებულად მიმაჩნია რა. პლუს ისევ და ისევ რა, ანუ სტატუსის გამო რა, იმიტომ რომ ნუ ვერ ერკვევიან დანებში ძალიან ბევრი რა და არც უნდათ რომ თქვათ ჩაიხედონ. უბრალოდ იციან რომ მაიკროტეკი არის, ჯიბეზე რო გააქვს მაიკროტეკი, ესე იგი, ნუ რაღაც ისეთი არის და მაგის გამო იყიდება ეს დანა n რაოდენობით თუ რა დავარქვათ. აი მაშინ ეგრევე უნდა ამოვყენო ბიუჯეტურ სეგმენტში. ალბათ მაგაზე კიდევ ვიტყვი რომ კაი 100 ლარია, კაი 100 არ არის 115-ია, გაძვირდა ცხოვრება ბატონო გიორგი. ეს დანა, კი 100 ლარი ღირდა იყო, გაიდრო ეს დანა, ანუ როგორც დანა მიყვარს ძალიან. მაგრამ რა დანიშნულებითაც და რისთვისაც ყიდულობენ თბილისში, ჯერ ერთი კატეგორიულად არ ვეთანხმები, ძალიან ბევრი თამაშობს ამდანით, თითებს იმტრევენ. ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცი პირადად მე. და ნუ რა ვქნახავს დასასრულ ადამიანს მე ვერ აუკრძალო. არ იყიდო. ხო, ალბათ იგივე თემაში არის ესეც უბრალოდ ის იაფიანი ვერსია რა. იმაზე რა. და ნუ არ ვიცი, ჩემი უსაყვარლეს დანაზე ვიძახი რომ არის გადაფასებული, იმიტომ რომ ანუ გაქვს კიდევ ინფოლაცია. კი, როგორ არის? კი. მოკლედ, ნუ არ ვიცი რა, ძალიან ხო, მეც ეგრე მგონია რა, იმიტომ რომ მე ვერ ვიჯერებ, რომ როგორ შეიძლება ამდენ ადამიანს უყვარდეს ეს დანა. ო, ნუ და როცა კაი გამახსენეთ, ჩემ მეგობართან არის ეგ და ის გამახსენდა, როგორ შეიძლება გაუპატიურება ამის, რომ ამდენი ხალი გასაუპატიურებელი. აბა. აი, ზუსტად ეგ მომენტია რა. მოკლედ, მეგობრებო, მთელი შინაარსი ალბათ ისევ განმეორდეთ, კი ძალიან ბევრი რამე არის კანონთან დაკავშირებით, რომ ალბათ ადამიანები რომ იყენებდნენ ყოველდღიურობაში ჩვენი ეს ვიდეო შეიძლება ძალიან სხვანაირი ყოფილიყო რა. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ რეალობა ვის არის რომ, რავი, შარშანაც იგივე სიტუაცია იყო, შარშანწინაც იგივე სიტუაცია იყო, ეხლა რა აგზაული ასეთაც იყო, პროსტა ბოლო რამდენიმე თუ ძალიან დაერიან. კი ბატონო. გაიარა იმ პერიოდმა, ხო იცი როგორც ხდება ხოლმე რა. ახალი მოვიდა X scroll-ებს დაერიენ, იქ რაღაცა მაყუჩებზე იყო, ვისაც რა აქვს ხოლმე რა, ისე გონებაში წამოვლის, ისე გადაივლის ხოლმე მე რა და. ნუ მოკლედ ყურადღებას მივხარ. ბევრი არაფერი არ იცლება რა. მოკლედ ჩემო კარგებო, იაქტიურეთ კომენტარებში თქვენი აზრი გითხარით, გვეთანხმებით, არ გვეთანხმებით, თქვენ რა დანებს ფიქრობთ და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. მადლობა ყურადღებისთვის. აბა მომავალ ვიდეოებამდე.